ხუთშაბათს ბუდაპეშტის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერის პიტერ მაგიარის მხარდასაჭერად. 44 წლის იურისტმა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესის ყოფილმა წევრმა მაგიარმა პოპულარობა გასული წლიდან მოიპოვა. იგი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს უნგრელების უმრავლესობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, როგორებიცაა მუდმივი ინფლაცია, დაბალი დონის ჯანდაცვა და სულ უფრო თვალსაჩინო ბრალდებები მთავრობაში კორუფციასთან დაკავშირებით. ეს კი ორბანის მთავრობის უკმაყოფილებას იწვევს. ჩვენ აქ ხალხი ავტობუსებით არ მოგვიყვანია, არავის დავმუქრები ვართ და არავინ დაგვიშანტაჟებია. ეს აქცია იყო ძალის დემონსტრირება გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებამდე და ის სიმბოლურად 1956 წელს საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მოწყობილი წარუმატებელი აჯანყების ხსოვნისადმი მიძღვრილ ეროვნულ დღესასწაულზე გაიმართა. ეს დღე პირველ რიგში ხსოვნის დღეა, თუმცა ამავე დროს გსურს ვაჩვენოთ, რამდენი ადამიანია უკმაყოფილო ამჟამინდელი მთავრობით. აქციის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოდიოდნენ, მათ შორის იყო რუსებო წადით სახლში. ეს 1956 წელს უნგრეთში საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ერთ-ერთი სლოგანია. მისი გამეორებით დემონსტრანტებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ ორბანმა ქვეყანა მოსკოვთან ზედმეტად დაახლოვა. მე ამ ქვეყანაში ცვლილებები მინდა, კმარა. აღარ გვინდა ის, რაც ხდება ბოლო 15 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით, ეს ხალხი ადასტურებს, რომ ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს და მხოლოდ მე არ ვარ. მაგიარმა საარჩევნო კამპანიის დროს ყურადღება გაამახვილა სოფლებსა და რაიონებზე, რომლებიც ტრადიციულად ფიდესის საიმედო ამომრჩეველთა ბლოკს წარმოადგენს. მან ცოტა ხნის წინ დაასრულა 80 დღიანი ტურნე ქვეყანაში, სადაც მან ჩაატარა საკრებულოს ტიპის მრავალი ფორუმი, გამოვიდა სიტყვით და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. ორბანი, რომელიც 2010 წლიდან ხელისუფლებაშია, წინასწარი გამოკითხვებით ჩამორჩება მაგიარის ტიზას პარტიას. არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი. პრემიერ-მინისტრს უჭირს თავისი ამომრჩეველთა ბაზის გააქტიურება. მიუხედავად ამისა, უნგრეთის ავტოკრატი პრემიერ-მინისტრი ორბანი უნგრეთის ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილში პოპულარობით სარგებლობს. წინა დღით მან წარმატებით შეძლო ბუდაპეშტში ათასობით მხარდამჭერის მობილიზება.